სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა. ამას წინებზე შემხვდა ნიუსი, არ მინდა ციფრი ზუსტად შემესაშალოს, 694,000 ადამიანამდეა დაახლოებით გაზრდილი სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა საქართველოში. ანუ არასდროს საქართველოს არ ყოლია ამდენი ადამიანი, რომელიც დამოკიდებულია სოციალურ შემწეობაზე. ანუ რას ნიშნავს ეს? ეხლა რამდენიმე კუთხით უნდა განვიხილოთ. ერთი რომ ეს ხელისუფლების დამცინავი საუბარი, რომ რაღაც ეკონომიკა ვითარდება და ყველაფერი კარგად არის, ეს მარაზმი, მაგრამ ამას აქვს ძალიან დიდი გავლენა ბევრ სფეროზე. მაგალითად, ეს ადამიანები არიან ყველაზე მოწყვლადი ნაწილი საქართველოს საზოგადოების, ხო? იმიტომ რომ ისინი არიან მდგომარეობაში, სადაც ყოველდღიური ბრძოლა უწევთ ყოველდღიური საზრდოს მისაღებად, მაგალითად, ხო? ანუ არჩევნების წინაც, მაგალითად, გაცილებით მარტივია ხელისუფლების, რომ ეს ადამიანები ძალიან მარტივად დააშინოს ამ სუბსიდიის მოხსნისგან, ამ სუბსიდია არის ფაქტობრივად ის, რასაც აკეთებს ხელისუფლება დღეს მსგავსი სოციალური პროგრამების დანერგვით, მოუხსნას და უბრალოდ დატოვოს ბედის ანამარა. და ამის ფონზე მათ უწევთ, რომ თავიანთი პოლიტიკური უფლებებით, მაგალითად, დათმონ პირველადი უფლებების სანაცვლოდ.